მოგესალმებით, გადაცემა ჰორიზონტის მიღმა კვლავ რადიო ჩემი ხმის ეთერშია და მეც მისი წამყვანი უცნად ესმა გუმბერიძე ვარ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ცოტა ნაადრევად, თუმცა თებერვლის ბოლოს არის ვოლფრამის სინდრომის საერთაშორისო დღე. კი არა და იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი არის ვოლფრამის სინდრომის საქართველოს ორგანიზაციის თავმჯდომარე, დამფუძნებელი მაცაცო ხაჯაპურიძე და მოგესალმებით მაცაცო, დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. დღეს ვისაუბრებთ კონკრეტულად ამ სინდრომის შესახებ უფრო მეტად, როგორც იშვიათი დაავადების შესახებ. თუმცა ჩვენი მომდევნო გადაცემა რახან მარტში იქნება, ამიტომ გადავწყვეტებთ, რომ 15 თებერვალს ვესაუბრა ამ საკითხზე ცოტა წინსწრებით. მაცაცო, თუ შეიძლება რომ გითხრა, რა არის ეს იშვიათი დაავადებები, რატომ არის აქვთ ანუ ცალკე სტატუსი, რატომ არის ეს სტატუსი მნიშვნელოვანი? და შემდეგ უკვე ვოლფრამის სინდრომზეც რო გითხრა, ეს რა ტიპის სინდრომია? მოგესალმებით, დიდი მადლობა ესმა პირველ რიგში მოწვევისთვის, მაყურებელს სმენელს დიდი მადლობა ინტერესისთვის. ესე იგი, რაც შეეხება იშვიათ დაავადებებს. იშვიათი დაავადება არის მაშინ, როცა 2000-ში ერთი გამოვლინება, 2000-ში ერთ ადამიანს ჭირს ეს დაავადება. ესეთი დაავადებები საკმაოდ იმატებს, ბევრი არის მსოფლიოში ეს დაავადებები, ხოლო ახლა რაც შეეხება ვოლფრამის სინდრომს, უშუალოდ გადავალ ვოლფრამზე. ვოლფრამის სინდრომი არის იშვიათი, რა თქმა უნდა, საქართველოში დღესდღეობით ჯერჯერობით დაფიქსირებულია 19 შემთხვევა. საკმაოდ ბევრია ჩვენი მოსახლეობის მიხედვით. გამოვლინება ესეთია: პირველ რიგში შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი, თვალისა და სმენის ნერვის ატროფიები, კიდევ ბევრი წვრილ-წვრილი დამამძიმებელი შემთხვევები არის. მე ექიმი არ ვარ და ექიმებით სამედიცინო საერთოდ საერთოდ იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება თებერვლის ბოლოს, ბოლო დღეს. ჩვენთან საქართველოშიც 2014 წლიდან დაიწყეს ამ დღის აღნიშვნა. როგორც მე გადავხედე ინტერნეტში მოვიწვიე, უკვე ბოლო წელია ხდება პრესკონფერენციები ეწყობა იშვიათ დაავადებათა დღესთან დაკავშირებით. რა ტიპის დაავადებები არის დღეს საქართველოში იშვიათ დაავადებათა ნუსხაში შესული? და რა დახმარებას თუ რას ნიშნავს ეს? ანუ რამე ცალკე პროგრამები არსებობს ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის? რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ხმერაც ვნახე სიასულად რომ ეძებდის იყო თუ არა ვოლფრამის სინდრომი შეტანილი, რა თქმა უნდა არ იყო, იქ იყო მაგალითად ჰემოფილია, პარკინსონი, აი ძალიან ბევრი ჩამონათვალი, ხომ ყველაზე ფიქრად არ მახსოვს ესმა. დაახლოებით 15 დაავადებამდე იყო იშვიათ დაავადებათა სიაში, რაც მე ვნახე. მათთვის მე მგონი არის რაღაცა სპეციალური სამედიცინო სერვისები. მე თვითონ ამ ადამიანებს არ დავკავშირები ვარ, რომ მეკითხა ზუსტად. მაგრამ ვიცი, რომ საჭიროა აუცილებლად ჩვენ შემთხვევაშიც 18 წლამდე კი ბატონო როგორც დიაბეტიანს უკეთდებათ მთელი რიგი ანალიზები და კვლევები, მაგრამ 18 წელს ზემოთ უკვე არ არის არანაირი არც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებში, არც კერძო დაზღვევაში შეტანილი, არც უბრალოდ დიაბეტიანისთვის არაფერი არ არის. და როგორც ვთქვათ, ინსულინ დამოკიდებული დიაბეტის მქონისთვის მაინც ხომ არ არის რაიმე პროგრამები? აი 18 წელს ზემოთ ერთადერთი კი არის 18 წელს ზემოთ, აი წელიწადში ერთხელ არის სპეციალური პროგრამები, მხოლოდ მარტო დიაბეტთან მიმართებაში. შაქრიანი დიაბეტის და ამასთან ერთად ჩვენ შემთხვევაში ვოლფრამის სინდრომის შემთხვევაში უშაქრო დიაბეტის სპეციალური ანალიზები საჭიროა, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია, ვთქვათ, მეტად საჭიროა მიხმარება ამ ადამიანებისთვის. რაც თავარია, მე მინდა ვისაუბრო მათ პასიურ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ
მოდი ჯერ დაავადებაზე ცოტა მეტი ვისაუბროთ. როგორ რა ჭირდებათ, რა საჭიროებები აქვს, თუნდაც სამედიცინო კუთხით, დამატებით, რა მკურნალობაზეა ლაპარაკი? ბატონო, დამატებით ხდება ის, რომ ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის ეს სოციალური მოდელი, ვერ იქნება და ვერ მივაღწიეთ. იგივე უსინათლოს შემთხვევაში, როცა არის ვოლფრამის სინდრომი და უკვე იდება სმენა, იგი საჭიროებს აპარატს, სმენის აპარატს. ჩვენ ქვეყანაში კი ბატონო ურიგდებათ ეს აპარატები უფასოდ, მხოლოდ უნდა იყოს რიგი კონკრეტული რიგითობის მიხედვით შეზღუდვა ჯგუფის ნომერი, თუ ის შეზღუდვა არ მესამე ჯგუფის სმენის დაქვეითება არ აღნიშნება, ამ შემთხვევაში უფასო აპარატი არ გადაეცემა და ის სმენის აპარატები საკმაოდ დაბალხარისხიანი. აი პირადად მე რაც გადამხდა თავს, მე როცა დამჭერდა ეს აპარატები და ნიუმართა ექსპერტს მექნებოდა თუ არა რაიმე შეღავათის უფლება, არანაირი შეღავათი არ შემეხო, შევიძინე. ეს იმიტომ რომ ჩაითვალა რომ არ არის საკმარისად მძიმე სმენის დაქვეითება. რა თქმა უნდა, მოდი ახლა შენს ორგანიზაციაზეც გადავიდეთ, ახალდაფუძნებული ორგანიზაცია არის. და თქვენ რა მიზნები გაქვთ ამაზე რო გითხრათ? რას აპირებთ? რისთვის აპირებთ? დაარსდა 2017 წლის ნოემბრის 29 ნოემბერს. პირველ რიგში რაც გვინდა დღეს ჯერჯერობით ეს არის მიენიჭოს დაავადებას იშვიათი სტატუსი. და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის რომ ეს მოხდეს? ამისთვის უნდა მივაკითხე უკვე შესაბამის ადამიანებს, ვისაც ხელისუფლებათ ეს განახორციელონ, მიენიჭონ დაავადებას იშვიათი და ესე უცებ. რომელი სტრუქტურები არის ეს? გადაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. მათ ეხება ყველაზე მეტად. რა გეგმები გაქვთ, თუნდაც ამ დღესთან დაკავშირებით? პირველ რიგში უნდა როგორც კი მოხდება იშვიათი სტატუსის მინიჭება, უნდა უკვე სპეციალური სამედიცინო სერვისები გაკეთდეს ამ ადამიანებისთვის, რომ გაეწიოთ შეღავათი იმ საჭიროებებში, რაც ჭირდებათ, თუნდაც სმენის აპარატები რაიონებში მცხოვრებ ვოლფრამის სინდრომიანებს არ აქვთ იმისი შესაძლებლობა და იმდენის თავი, რომ შეიძინონ ეს ვერადღირებული აპარატები, რომლებიც 1500 ლარზე ძვირია, მეტი. თქვენ ეს ინფორმაცია უშუალოდ რაოდენობაზე საიდან გამოითხოვეთ? თუ პირადად იცნობთ ყველა 19-ს, როგორ გაქვთ? მე ბავშვობიდან ვიცნობ რამოდენიმეს თბილისში მცხოვრებს. მაგრამ რომ დამაინტერესა ეს ინფორმაცია, გამოვითხოვე, მე სადაც ინსულინის ვიღებდი წლების განმავლობაში საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციიდან გამოვითხოვე ეს ინფორმაცია. გადმომცეს ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ მხედველობა დავკარგეთ, თქვათ 18-19 წლისას უკვე ჩვენით უნდა გავუკეთებინა შპრიცებზე გადასულიყავით, აღარ იქნებოდა კალმებით. ბატონმა კობა ამირხანაშვილმა ასოციაციის ხელმძღვანელმა გააკეთა ესეთი შეღავათი, გააკეთა სია ამ ხალხის და გადმოგცა ჩვენ დაპტოვა კალმებზე, რომ ჩვენ დამოუკიდებლად შევძლებოდა ინსულინის გაკეთება. აი ამაზეც ესეც საინტერესო არის, არის მოწყობილობა კალამი, რომელსაც უსინათლოდ მხედველობის გარეშე შეუძლია ხო გამოყენება. ეს ნამდვილად და ზუსტად ამითი გავიგე ხა და ამითი დაფიქსირდა ეს ვოლფრამის სინდრომიანთა მაჩვენებელი, იმიტომ რომ ყველა ის უმეტესობა უსინათლოები, რომლებიც დიაბეტიანთა ასოციაციაში არიან აღრიცხვაზე, უმეტესობა არის ვოლფრამის სინდრომის გამო ნერვის ატროფიით დაავადებული. ამიტომ თქვენ საუბრობთ ამ ადამიანების ცხოვრებაზე. რა პრობლემებს აწყდებიან პასიურობაზე, რა სირთულეებს აწყდებიან ეს ადამიანები? ძალიან დიდი სირთულეებია, იმიტომ რომ კიდევ მეორე ხა ყველაფერზე დეტალურად ბიჭებში განსაკუთრებით თირკმელის მდგომარეობა ძალიან სუსტდება, მეხსიერება საკმაოდ და მით უმეტეს პასიურად ყოფნა და სუსახში ჯდომა ხალხს უწყობს ხო გაზარმაცებას, ასე ვთქვათ. ხო და რო არის, ესე იგი, ერთი შეზღუდვა უსინათლობა იმისთვის ძალიან ძნელია
წონასწორობის შენარჩუნება, იგივე რომ მithქვია თქვათ ვარჯიში, ყველაფერი ცხოვრებისეულ აქტივობებში ნაკლები მონაწილეობა არის მათგან და ძალიან მინდა რომ ეს ხალხი ცოტა სიცოცხლის ხალისი და უბრუნო ჯერჯერობით ეს ორგანიზაცია ჩვენ ასე ვთქვათ ვცდილობთ რომ ტრენინგები გავიარო, უფრო მეტი ცოდნა მივიღო იგივე პროექტის წერის შესახებ, მეტი კავშირები უცხოელებთან. აი 2017 წლიდან დაიწყო ასეთი კვლევითიც და არის ეს ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი როგორც ესეთი ესე იგი ამერიკელმა ერთ-ერთმა მშობელმა რომელმაც ორგანიზაცია დაარსა რომ ნახა რომ არაფერი შედეგი ჯერჯერობით არაფერი გამოგონილი არ იყო ჩართო ექიმები და ესე იგი ნატრიუმის შემცველობის შეყვანა ჩვენ შემთხვევაში რაც ყველაზე პრობლემატურია და რის გამოც იქნება ეს დაავადება და პროგრესირდება დაავადებები საკმაოდ სწრაფად ამაზე დაიწყო მუშაობა და ასე ამიხსნა რომ ზაფხულიდან უკვე ევროპაშიც დაიწყება ეს კვლევითი ცდები და შეიძლება მიაღწიონ ისეთ შესაძლებლობას ფინანსურად თუ შეძლეს რომ თქვა საქართველოდანაც მიიწვიან ვოლფრამის სინდრომიანები და ამაში ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს რაც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას თუ კი მესამისი სურვილი ექნება ვფიქრობ რომ ამეთი დახმარებას უწევენ ამ ადამიანებს ძალიან მინდა რომ ეს ამ ცდაშიც თუ კი ეს არ იქნება მე ჯერ ბოლომდე ყველაფერი დეტალურად არ მაქვს ექიმებისგან მოსმენილი უცხოელი ექიმებისგან რომ გავიგო თუ რაიმე რისკი არის რა ჩართვის კრიტერიუმებია დიახ, ანუ რა შედეგები არის ამჟამად თუ აცნობილი ამ ცდების? იმიტომ რომ რაღაც სულ აი ჯერჯერობით არის ხო თქვათ 12 შემთხვევიდან 9 ადამიანს 9 ვოლფრამის სინდრომიანს პანკრეასმა დაიწყო მუშაობა და გამოყო ინსულინი, ანუ ამ დროს ხო შაქრიანი დიაბეტის დროს სჭირდება ინსულინის გამოყოფა და მე თვითონ აი ამ ვოლფრამის სინდრომიანებს უცხოელებს არ დავკავშირები ვარ და ძალიან მინდა ახლა გამიჩნდა სურვილი რომ დავუკავშირდე მათ და ვიცოდე. დიახ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რომ თავიდან ავიცილოთ ის მომენტი რომ რაღაც საცდელ ბაჭიებად არ ვიქცეთ ასე თქვა. თუ შეიძლება ამაზეც რო გითხრათ, აი როგორ შეიძლება ალბათ ბევრს ებადება კითხვა, როგორ შეიძლება ადამიანს ერთდროულად შაქრიანი დიაბეტიც ქონდეს და უშაქროც ეს როგორ ხდება? ეს კონთ ორივე პრობლემით, ანუ პანკრეას შაქრიანი დიაბეტი, აი ორგანულად კავშირში არ არის უშაქრო დიაბეტი, სახელი რატო ქვია? იმიტომ რომ სიმპტომი არის ორივესი ერთი და იგივე ესმა. ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ხდებით იმითი, როცა არის სიმპტომი არის წყურვილი და შესაბამისად ტუალეტის მოთხოვნილება ხშირი ასევე არის უშაქროს შემთხვევაში. ხოლო უშაქროს შემთხვევაში ხდება ანტიდიურეზული, ხო ეს თავში არის ეს ზეპენის ერთ-ერთი ნაწილი ანტიდიურეზული ჰორმონის ნაკლებობა თუ არ ვცდები, მარილის გადამუშავებას ორგანიზმი ვერ ახდენს ნორმალურად, გამოიყოფა დიდი რაოდენობით მარილი, რის გამოც ადამიანი მუდმივად აი ულებწყალს კმაყოფილებას ვერ გრძნობს წყალსწროს და ამისთვის რომ მოხდეს დარეგულირება მარილის რაოდენობის ორგანიზმში, ჩვენ მივიღებთ ჰორმონს სახელწოდებით დესმოპრესინ, ესე ქვია, ეს არის როგორც წვეთების სახით, ასევე არის აბების სახით მინირინი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იქნება შენ პირადად საქართველოში ცხოვრებ და რეგისტრირებულ ვოლფრამის სინდრომიან ადამიანებთან ყველასთან გაქვს პირადი კავშირი, ყველას იცნობ და ყველა უნდა ჩართო შესაქმნელებაში თუ რა პრინციპით აკეთებ და ასევე ბარემ რომ მოგვიყვე მე უკვე მაცაცო რას გეგმავთ თქვენ როგორც ორგანიზაცია ეხლა თქვათ ამიშოთ დაავადებათა დღესთან დაკავშირებით აი ახსენე რომ პრესკონფერენციები იმართება ან კონფერენციები იმართება რამეში ხომ არ გეგმავთ მონაწილეობას?
კი ბატონო, მონაწილეობა ძალიან ჯერ მინდა პირველ რიგში გავიგო წელს თუ ხდება ნამდვილად რაიმე, ჯერ ამას მე მინდოდა ვეძებ ორგანიზაცია ესეთი არსებობს გენეტიკურ და იშვიათ დაავადებათა საქართველოს ფონდი, რომელმაც შარშან წინ უკვე გააკეთა მსგავსი პრესკონფერენცია და ვერ მივაკლე Google-ით ვეძებდი ამ ორგანიზაციას და ვერ ვიპოვე ესმა და განვაგრძობ კიდე დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც ვიკითხე რომ წელს თუ ხდება რაიმე მითხარით ნამდვილად ჯერჯერობით ვერ მივაკლე ინფორმაციას ხოლო რაც შეეხება ორფრამის სინდრომიანებს უმეტესობას ვიცნობ თბილისში მცხოვრებლებს რეგიონებში მცხოვრებლებსაც ახლა უკვე ტელეფონის ნომრები რო გავიგე ყველას სიტყვებრივად შაბათქვეშაც მაინც ვდივარ დაურეკო გავიგო მათი პრობლემები რასაც ყველაზე მეტად ხშირი არის ეს არის როგორც უსინათლობა ასევე სმენის დაქვეითება და მინდა რომ შევძლო როგორმე ის რომ ამ ადამიანებს ეს ადამიანები არიან თუ არა ამავდროულად შესაბამისად მაგალითად უსინათლოთა კავშირის, აკრუთა კავშირის წევრები და იქიდან რამდენად იღებენ სერვისებს და რამდენად საკმარისი და მათთვის სასარგებლო სერვისების ახლა საკმარისი და სასაზე ეს მაშინ მოგეხსენებ უსინათლოთა კავშირის საკენას არ დავიწყებ ესე ვთქვათ ან ზუსტად მოხსენიებას უბრალოდ უსინათლოთა კავშირის წევრები არიან ნამდვილად ამდენი ალბათ 4-5 ადამიანი ორფრამის სინდრომიანი მეტიც შეიძლება ამბობთ არის. ნუ რაც პირველ რიგში მივმართეთ თქვათ კავშირს მათ ინფორმაციებისაც არ ვიცნობდი ნომრები რო გამეგო ამ დანარჩენი მათ დახმარებაზე ზედმეტია არანაირი არ მეწოდებათ კავშირისგან. თქვენ ხა აი მოხვედით თეთრი ხელჯოხით. თუ შეიძლება ამაზეც რო გითხრა რა საჭიროა რისთვის არის ეს, რა ფუნქცია აქვს, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში ჯერჯერობით არ არის სამწუხაროდ ეს კულტურა დამკვიდრებული, არ არის ეს ჩვეული რამ, რომ დაინახო მაგალითად ქუჩაში თეთრი ხელჯოხით მოსიარული ადამიანი. თეთრი ხელჯოხი არის ხელის გაგრძელება, უსინათლოები ესე მეძახით ხელჯოხს. ჩემთვის ძალიან დიდ დახმარებას წარმოადგენს დღესდღეობით თეთრი ხელჯოხი, მე მუშაობ უკვე 6 წელი ხდება შემოსავლების სამსახურში, შენობაში გადავადგილდები დამოუკიდებლად. არის 5 სართულიანი შენობა, ნებისმიერ წერტილში შემილია ხელჯოხის დახმარებით გადავადგილდე. წელს არა უკვე გასულ წელს პირველად საქართველოში მასწავლებლის სახლმა გააკეთა კურსი მობილობა ორიენტაციის კურსი. ყავდა ჩემი მეგობარი ინსტრუქტორი გია ჯორშეიშვილი, ვიმეგობროთ ორგანიზაცია ვიმეგობროთ ხელმძღვანელი, იგი იყო ჩემი ინსტრუქტორი. შემასწავლა პირველ რიგში ხელჯოხის გამოყენება ტექნიკების შემასწავლა, ასევე სურვილის მიხედვით ამიღწერა და შემაჩვია გარემოს იგივე თქვათ საცხოვრებელი, სადაც კორპუსის ეზო კონკრეტული შენობა სამსახურის გარშემო ტერიტორია, რაც კი მინდოდა შეიძლება ჩამოთვალო კიდევაც ეს ადგილები ამათვისებია, რომ მე ვიცოდე იქ რა შემხდება. ერთხელ გავევარჯიშეთ კიდევაც, მომყვებოდა უბრალოდ ინსტრუქტორი და მე შევძელი მარტო თქვათ 100-იანის ქუჩაზე ცხოვრობ, ჯავშური ყავი დამოუკიდებლად და სხვა შესახვევიდან გაბრუნებული ყავი სახლის ეზოში. ჩემთვის ნამდვილად ძალიან ზოგი თვლის რომ არ არის საჭირო, ნამდვილად თუ კი იქნება ქვეყანაში მეტი ადაპტაცია გარემოში გადასასვლელებზე მხოლოდ არა მარტო ხმოვანი შუქნის შევი, არამედ კანონმორჩილი მძღოლები. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე განმარტავ, რომ ჯოხის მეშვეობით, ანუ ხდება მაგალითად მიწის რელიეფის აღქმა. ჯოხი გეხმარება იმაში, თეთრი ჯოხი, ხო, აი იმაში, რომ ცოტა რამდენიმე ნაბიჯით ადრე მივხვდეთ, რომ იქ გადასასვლელია, გადასაბიჯებელია. შეხების ხელჯოხის შეხებით აღვიქვათ
რა გარემოში ვართ, არის ბალახი, არის მიწა, როგორი ნიადაგია, როგორი ნიადაგია შენობაში იქნება თუ გარემოში ნამდვილად ხელჯოხი არის შეუცვლელი ამ ხრივ. ახლა კი მესმის რომ თქვა თუ უცხოეთში გამოიყენებენ როგორ ეძახიან ძაღლებს, რომლებიც გამცილებელ ძაღლებს ლაბრადორის ჯიშის, მაგრამ ახლა რო წარმოვიდგენ, მე მაგალითად ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით ნამდვილად მოვერიდებოდი და შემეშინდებოდა ხელჯოხის იმედად მარტო ძაღლის იმიტაციარული და ხელჯოხი უფრო ნაცნობ გარემოში უფრო გამოსადეგი არის. როცა იცი სად უნდა გაუხვიოს, ხო, ამას ვამბობ ზუსტად, რომ აი თუნდაც ის რომ ხა მე მივდივარ თქვა სახლში კორპუსთან, მინდა მივიდეს პადიესთან და ჩემი ტაქსი რომელთაც ვგზავრობ, ხო? თუ ვერ მივა და მეტყვით რა მანქანებით გას მე უკვე ვიცი ეზო ისე რომ შემიძლია დამოუკიდებლად შევიდე და მივახციო ჩემს სადარბაზოს. როდესაც ადამიანი ხედავს თეთრი ხელჯოხით მიმავალ ადამიანს, ზოგადად ხელჯოხით მიმავალ ადამიანს, რა უნდა გააკეთოს, აი ქუჩაში მიდის, რა ვიცი რა, როგორ უნდა მოიქცეს. ხო, აი მე რაც სამართლია ხშირად მიუხედავად იმისა, რომ მიჭირავს ხელჯოხი, მიკავია ხელჯოხი, პატარა ბავშვები, ნუ შეიძლება თინეიჯერების ასაკ. მოდიან პირიქით მეჯახებიან და მიყვარს ხოლმე, ხა ჭხობს ვერ დაუწყე ქუჩაში, მაგრამ ხედავ რომ მოერიდე უბრალოდ, ან თუ კი შეგიძლია, შესთავაზე დახმარება შეიძლება სულ არ საჭიროებდეს, მაგრამ გადაგიხდის მადლობას და გეტყვის აგიხსნის. კონკრეტულად და კი, ან პირიქით ჯოხი რო არ მოხვდეს, თუნდაც მაგითაც საჭიროა რომ უნდა დაუთმო გზა პირველ რიგში. ჩვენ უკვე გადაცემა დასასრულს უახლოვდება. უბრალოდ ბოლოს სიტყვა მინდა მაცეცო მოგცე, რას ეტყოდი ერთის მხრივ ვოლფრამის სინდრომის მქონე ადამიანებს და მეორეს მხრივ საზოგადოებას ამ ადამიანების შესახებ, ამ ადამიანებთან დაკავშირებით. ვოლფრამის სინდრომიანებს ვეტყოდი, რომ იმედი არ დაკარგონ, იმითი რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ყველაფერი ეს არ არის და მოცემული პერიოდით ისარგებლონ მაქსიმალურად და გამოიყენონ ის ცხოვრება, რაც აქვთ და ხელისუფლებად რომ გააკეთონ გაიხალისონ ცხოვრება, კი რა თქმა უნდა მარტო თვითონ შეიძლება შეუძლებელია, მაგრამ კიდე უფრო ნუ დაიმძიმებენ, მოკლედ ესე ვთქვათ, ფიქრით, რომ კიდე ხვალ რა იქნება, ასე ვთქვათ, მომავალზე, შავ მომავალზე ფიქრით, რომ უარეს რო ელოდებიან, აი ამითი დაიმძიმებენ კიდე მდგომარეობას. რომ ჩვენ შემთხვევაში ყველაზე მეტად ხელს უწყობს დაავადების პროგრესირებას ნერვიულობა. ეხლა რაც შეეხება საზოგადოებას ვეტყოდი, მე თუ კი მათ საახლობლოში, სანაცნობოში ყავთ ასეთი ვოლფრამის სინდრომის მქონე ადამიანები სამაგობროში, მათ უფრო მეტი დრო დაუთმო, შეეცადონ მათ გახალისებას. ვინც არ იცის იმას ურჩევ, რომ დაინტერესება გამოხატოს, რომ უბრალოდ შეიძლება არ ხვდება გარშემო, მაგრამ მეტი ინტერესი მე ასევე ვარ ორგანიზაცია ყოველი მეათე ჩვენგანის წევრი და სვამას გაიხედეთ თქვენ გარშემო, შეიძლება ვერ წარმოგიდგენია და არც თუ ყოველი მეათე ჩვენს გარშემო არის რაღაც გარკვეული შეზღუდვის მქონე. აი გუშინ სხვათა შორის ერთ-ერთ ინტერვიუზე ვიყავით და ამ დროს აიტრით მოსარგებლე ადამიანმა გაიარა სულ შემთხვევით და იმ ჟურნალისტმა იმასაც ისიც ჩართო ინტერვიუს პროცესში, ისე საკმაოდ ბევრი არიან შშმ პირები სინამდვილეში, ეს არ არის რაღაც იშვიათობა, უბრალოდ ჭირდება მას დაკვირვება და ჩვენ მათ აუცილებლად. ხო, კიდევ ვიძახ, არავის არ ვუსურვებ ნამდვილად, მაგრამ ნებისმიერი შეიძლება შემთხვევით გახდეს ხვალ ან ზეგ, ხო, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანი და ყველამ უნდა ვიფიქროთ ის, რომ თუ დღეს რაღაც უფრო მეტი შემიძლია ვინმეზე, მივეხმარო სხვას. დიდი მადლობა მაცაცო ჩვენს განაცემაში მონაწილეობისთვის. ეს მაცაცო ხაჭაპურიძე იყო, ვოლფრამის სინდრომის საქართველოს დამფუძნებელი. ჩვენ კი მომავალ გადაცემაში დაგიბრუნდებით უკვე 2 კვირის შემდეგ. მანამდე კი მომავალ ხუთშაბათს გადაცემა უკვე აუდიო ვერსია გაჟღერდება რადიო ჩემი ხმის ეთერში, ონლაინ ეთერში, ხოლო შემდეგ უკვე დაიდება ასევე SoundCloud-ზეც. მადლობა დროებით.